ადამიანის მთელი ცხოვრება არის გზა უკან დაბრუნებისა ღმერთისაკენ, იმიტომ რომ შენ მოგეცა ამ სამყაროში გამფენის საშუალება, მაგრამ ეხლა ფაქტობრივად არის უკან დაბრუნება სამშობლოში, ამ მშობლიურ წიაღში დაბრუნება, ასე ვთქვათ. ამიტომ სამშობლოს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სუფიზმში სამშობლოს გაგებას. რა არის სამშობლო, რა არის ნამდვილი სამშობლო? და სამშობლო არის წყაროს სიცოცხლე. სამშობლო არის, რა თქმა უნდა, ღმერთი იგულისხმება და ღვთისწიაღი იგულისხმება. ამიტომ ეს დაბრუნების ეს გზა არის ძალიან ტრაგიკული, ზოგჯერ ძალიან მტკივნეული. მთელი ცხოვრება წარმოდგენილია როგორც ერთიანი გზა, რომელსაც საფეხურებს გადის ადამიანი სანამ იქამდე ივიდოდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით სუფიზმის ერთი პოსტულატი, რომელიც ეფუძნება 60 კულო ჰადისს, სადაც ნათქვამია, რომ დაიხოცეთ მანამ ვიდრე დაიხოცებოდეთ. მოკვდი მანამ ვიდრე მოკვდებოდე. ფიზიკურად კი არ განადგურდი, ასე ვთქვათ, არამედ მოკლა შენი ეგო პიროვნულობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, გააუქმო იმისათვის, რომ შეუერთდე ღმერთს. და მე სიკვდილი რეალურად ფიზიკური სიკვდილი აღარ შეგაშინებ. აი ეს არის არსი ამ გზის ყველა საფეხურის. ფაქტობრივად ეს არის სიკვდილსიცოცხლის მიჯნაზე სიარული.